ორდღიანი კონფერენცია სრულდება დღეს ბათუმში ვაჭრობის ხელშეწყობისა და კავკაზიის სატრანზიტო დერეფნის განვითარების მესამე რეგიონალური კონფერენციის მონაწილეებმა ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი, ასევე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურები დაათვალიერეს. უცხოელი კოლეგებისთვის ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მინი პრეზენტაცია გაიმართა და ისინი თავად დაესწრნენ ტვირთების ელექტრონული გაფორმების სწრაფ და გამარტივებულ მეთოდებს. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე კონფერენციის მონაწილეები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად საზღვრის გადმოკვეთის პროცედურას უშუალოდ მონაწილეები გახდნენ. მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ გასნებოდნენ შემოსავლების სამსახურში დანერგილ ინფორმაციული ტექნოლოგიების ინოვაციურ მიდგომებს, რაც თავის მხრივ საინტერესო მაგალითია ვაჭრობის ხელშეწყობისათვის და ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნისათვის. ამავდროულად ამ წელს საზოგადოებას გავაცანით საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ინიცირებული გამშვები პუნქტების ერთობლივი მართვის პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში ძალაში შევა, რაც საკუთარ თავში გულისხმობს საბაჟო ინფორმაციის წინასწარ გაცვლას და ორმაგი კონტროლის თავიდან აცილებას.